ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება, სხვადასხვა ნახატების თვალიერება მუსიკის თანხლებით. ეს მანიჭებდა უსაზღვრო აღმაფრენის განცდას, ვივსებოდი იდეებით და სხვადასხვა აზრებით, მაგრამ არასდროს ვიცოდი აქამდე, თუ როგორ შეიძლებოდა რომ ეს ამაღლებული განცდები შემეკრა და სხვებისთვის გამეზიარებინა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გვერდს უკვე 1 წელია აქტიურად ვაწარმოებ, ვფიქრობ, რომ ამ განცდის გადმოტანას ახლა პირველად ვახერხებ და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა გაზიარების საშუალება მომეცა და მადლიერი ვარ თითოეული ყურის, რომელიც ახლა ამას ისმენს. ამ ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია და მიდგომები არ წარმოადგენს ახალ აღმოჩენას. ეს ყველაფერი არის სხვადასხვა ძველი, ნაცადი, ღრმა ჭეშმარიტებების გადააზრება და სინთეზი ახლებურად და მათი დაკავშირება ერთმანეთთან. მომავალი მცდელობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გავიცვდინოთ ხელი და მოვიპოვოთ სინათლის დამატებითი იმპულსი. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას შეგვწევს ძალა, რომ შევქმნათ რაღაცა, მათ შორის ჩვენი რეალობა და ამას ვაკეთებთ ჩვენი აზრებით. ის თუ რა რეალობაში ცხოვრობ ახლა, შენი ნაადრევი აზრებით არის დაფორმირებული, რომელიც უკვე დაგავიწყდა. ჩვენი ფიზიკური რეალობა, მატერია, საკმაოდ უხეშია და მასში ცვლილების შეტანას დრო სჭირდება, მაგრამ ასევე გვაქვს უფრო ნატიფი რეალობა, მაგალითად ჩვენი აზრები, იდეათა სამყარო, რომელიც არის მატერიალური სამყაროს დირიჟორი. როგორც გადაწყდება იდეათა სამყაროში, ის რეალობა ფორმირდება შემდეგ მყარ მატერიაში. და აქ მოვდივართ კითხვამდე, როგორ? ცნობიერება ჩვენი პირადი რადიომაუწყებლობასავით არის. თითოეულ აზრს, რომელიც გონებაში გვაქვს და თითოეულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას საკუთარი სიხშირე აქვს, ანუ იგივე ვიბრაცია. ყველაფერი კონკრეტულ სიხშირეზე ვიბრირებს. ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა, ეს ყველაფერი გაზომვადია. სიხშირე იზომება ერთეულებში, რომელსაც ჰერცი ქვია. ბეტა-ტალღები ვარირებენ 14-დან 30 ჰერცამდე და ის პასუხს აღებს აქტიური ფიქრის პროცესზე, პრობლემების გადაჭრაზე და სტრესზე. ალფა-ტალღები 9-დან 13 ჰერცამდე გონებაში წარმოიქმნება, როდესაც ვართ მოდუნებულები, ანუ ვმედიტირებთ. თეტა-ტალღები 4-დან 7 ჰერცამდეა, სიზმრის ან ღრმა მედიტაციის დროს წარმოიშვება, ხოლო დელტა-ტალღები ღრმა ძილის და არაცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის დროს წარმოიქმნება. ანალოგიურად ყველა გრძნობას და ემოციას აქვს საკუთარი სიხშირე, ჰერცი. მაგალითად, სირცხვილი და შიში, რომელიც ყველაზე დაბალ სიხშიროვანი მდგომარეობებია, 20-დან 30 ჰერცამდე ვიბრირებენ, ხოლო ღვთაებრივ სიყვარულს და უპირობო მიმღებლობას აქვს 700 ჰერცამდე ვიბრაცია. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, თუ რა სიხშირეებში გადავდივართ დღის მანძილზე. ყოველი აზრი თავის ელექტრომაგნიტულ ველს ქმნის, რომელიც ჩვენი სხეულის მიღმაც ვრცელდება. მაგალითად, გულის ელექტრომაგნიტური ტალღები 5000-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ტვინის და ის ვრცელდება სხეული და რამოდენიმე მეტრის დაშორებით. პირველ რიგში აზრი წარმოშობს ელექტრომაგნიტურ სიგნალს. ამის შედეგად გული და ტვინი წარმოქმნიან გაზომვად ელექტრომაგნიტურ ველს კონკრეტული აზრის და ემოციის საფუძველზე. შემდეგ ეს ველი ურთიერთქმედებაში შედის კვანტურ ველთან, შედის რეზონანსში და ველი იზიდავს შენთან იგივე ვიბრაციის სიახლეებს, რაც გაუშვი. ამ პროცესს დრო უნდა. აზრის წარმოქმნიდან მატერიალიზებამდე შეიძლება თვეებიც კი გავიდეს, ხოლო როდესაც კვანტურ ველში მომწიფდება შენს მიერ გაშვებული ვიბრაცია, ის აუცილებლად შეიძენს მყარ ფორმას და გამოვლინდება მატერიაში. აზრის წარმოქმნიდან მატერიაში ასახვამდე დიდი დროის დაშორების გამო გგონია, რომ მსგავსი ფენომენი არ არსებობს. ვინაიდან როცა რეალური მოვლენა ხდება ჩვენ, ის აზრი რომ გქონდა უკვე დავიწყებული გვაქვს. სინამდვილეში კი სამყარო შენი შინაგანი მდგომარეობის სარკეა, მაგრამ ირეკლავს ცოტა მოგვიანებით. ბიბლია გვეუბნება, როგორც ადამიანი ფიქრობს გულში, ისეთია ის. ეს პირდაპირი და მარტივი აღწერაა იმისი, თუ როგორ მოქმედებს შემოქმედება. გული, ჩვენი არსობის ცენტრი, გადმოსცემს შენს შინაგან მდგომარეობას გარემოში. ამიტომაც, როცა ფიქრობ შიშით, ქმნი ისეთ რეალობას, სადაც კიდევ უფრო მეტი რამ იქნება, რისიც შეგეშინდება. როცა შინაგანად გაქვს სიყვარული, ქმნი სიყვარულის რეალობას. 6-4, რომელზეც იესო საუბრობდა, არაა ადგილი, რომელშიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წახვალ. ის ცნობიერების მდგომარეობაა. ამ პრინციპზე უამრავი სულიერი ტრადიცია საუბრობს, მაგალითად შევეხოთ ჰერმეტიზმის 7 პრინციპიდან ერთ-ერთს, ვიბრაციის პრინციპს, რომლის მიხედვითაც არაფერია უძრავი, ყველაფერი მოძრაობს და ყველაფერი მუდმივად ვიბრირებს. ჩვენი ადამიანური სხეულები ატომებისგან შედგებიან, რომელიც კონკრეტულ სიხშირეზე ვიბრირებენ. ჩვენი ემოციები არიან ენერგიები მოძრაობაში და ისინიც შეესაბამებიან კონკრეტულ სიხშირეს. ფიზიკური ნივთები უფრო უხეში, მყარი ენერგიისგან შედგებიან და ამიტომაც უფრო დაბალ სიხშირეზე ვიბრირებენ.
ჰერმეტიზმის ამ პრინციპს ეხმიანება კვანტური ფიზიკიდან სიმების თეორია. ეს თეორია ამბობს, რომ მატერიის ყველაზე პატარა ნაწილები, ის, რასაც ატომების და ელემენტარული ნაწილაკების სახით ვიცნობ, სინამდვილეში პატარა ენერგეტიკული სიმებია, რომელიც სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებენ. ეს ვიბრაცია წყვეტს, თუ რად გადაიქცევა ენერგია, ელექტრონად, ფოტონად თუ სხვა ნაწილაკად. ჰერმეტიკოსებიც ამავე იდეას სულიერი ენის საშუალებით გადმოსცემდნენ. მათთვის სამყაროს არსი იყო მოძრაობა, ვიბრაცია, რომელიც მოდის პირველ წყაროდან, ღმერთისგან, უზენაესი ცნობიერებისგან. ჩვენი სხეულები კი გრძნობები, აზრები, ემოციები, ყველა ამ ვიბრაციის განსხვავებული დონეა. როდესაც სიმების თეორია ამბობს, რომ მატერია უბრალოდ სხვადასხვა სიხშირეზე მოძრავი ენერგიაა, ის ადასტურებს იმას, რასაც ჰერმეტიკოსები ათასობით წლის წინ გვასწავლიდნენ, ყველაფერი ენერგიაა და ყველაფერი მოძრაობს. დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს მყარი მატერია, ქვა, მეტალი, სხვადასხვა მყარი ნივთები. უფრო მაღალი სიხშირეები კი იგივე ენერგიის სხვა ფორმით გამოხატულებაა, მაგალითად აზრები, გრძნობები და ცნობიერება. თუ ამას სულიერი თვალით შევხედავთ, რაც უფრო ამაღლებულია შენი შინაგანი ვიბრაცია და შენი ცნობიერება, მით უფრო ახლოს ხარ პირველ წყაროსთან, ანუ ღმერთთან. სწორედ ამიტომ ყველა სულიერი ტრადიცია ხაზს უსვამს იმის მნიშვნელოვნებას, რასაც გონებაში ვინახავთ. ბუდიზმში აზრების სისუფთავეზე და სწორაზროვნებაზე საუბრობენ, როგორც 8-ეტაპიანი გზის ნაწილზე. ინდუიზმი ასწავლის, რომ გონება ერთდროულად მონობის მიზეზი და განთავისუფლების გზაც არის. ქრისტიანობაში პავლე მოციქული წერს, გარდაიქმნებით თქვენი გონების განახლებით. ყველა ტრადიციის წმინდა წერილი ერთსა და იმავე ჭეშმარიტებაზე მიუთითებს, თქვენი შინაგანი სამყარო ქმნის თქვენს გარე სამყაროს. მაგრამ ეს ადამიანების უმეტესობას არ ესმის. ჩვენ თანამედროვე კაცობრიობა დაგვაპროგრამეს, დაგვავიწყეს ჩვენი სინათლის პირველ წყარო და ძველი სიბრძნე და დაგვაჯერეს, რომ ჩვენი გარემოებების მსხვერპლები ვართ. დაგვაჯერეს, რომ მოვლენები ჩვენ გვემართება და ამაში არანაირი წვლილი არ მოგვიწვის. ყოველდღიურ დაბალ სიხშიროვან ენერგიას, ნეგატივს ვისრულტავთ როგორც შხამს. ჩვენი ცნობიერება ივსება შიშით, განსჯით, სასოწარკვეთით და ბრაზით. შემდეგ კი გვიკვირს, ამავე დონის გამოცდილებებში რატო ვართ ჩაფლულები, რატომ შეიგრძნობა ჩვენი ცხოვრება ამდენად ბნელად და მძიმედ. ყოველ ჯერზე, როდესაც ებმები ტოქსიკურ დიალოგში, ეფლობი თვითშეწოდებაში, შიშში, ბრაზში, ბოღმაში და აგრესიაში, კომპულსურად იზიდავ უფრო და უფრო მეტ ასეთ გამოცდილებას. ყველაზე მარტივი მაგალითი არის სოცქსელის ალგორითმი, რომელიც ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს. რაზეც დააკომენტარებ, დაალაიქებ და უყურებ, მსგავს კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაჩვენებს. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა იმეორებ ტოქსიკურ პატერნს, განში, ღიზიანდებ, ბრაზდები, გეშინია და ერთვები დესტრუქციაში, ეს არის ძალიან ხმამაღლა განაცხადი სამყაროს მიმართ. შენ მას ეუბნები, მომწონს, კიდევ მეტი მინდა ასეთი. ყოველი ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვა არის იგივე შელოცვა, ლოცვა, რომელიც იხვეწება, რომ მატერიალიზდეს. სწორედ ამისი მეტაფორა იყო ქრისტეს მოქმედება, როდესაც გაყარა ვაჭრები ტაძრიდან. ჩვენი გონება და გული, ჩვენი ცნობიერება არის ჩვენი შინაგანი ტაძარი, რომელიც უნდა იყოს სუფთა. იცავ შენს ტაძარს ვაჭრებისგან და ხმაურისგან, უშვებ ნებისმიერს და აძლევს საშუალებას, რომ დასახლდნენ იქ. ჩვენ ყველა სხვადასხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ორი ადამიანი იგივე კადრს როცა უყურებს, განსხვავებულ რაღაცას ხედავენ იქ. ერთი შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში მსხვერპლად აღიქვამდეს თავს, ხოლო მეორე სრულიად იგივე სიტუაციაში შესაძლებლობებს ხედავდეს. და გამოიცანით აბა, ვინ როგორ რეალობას მოიზიდავს აქედან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამ შენს ირგვლივ სამყაროს. როცა ცვლი აღქმის წერტილს, შენს ირგვლივ რეალობა იცვლება. როცა რაიმე გაუთვალისწინებელი მოულოდნელობა ხდება, მოგიწია საცობი, გაგასწრო ტრანსპორტმა, გაგივარდა და გაგიფუჭდა რაღაც. ესეთი წვრილმანებიც კი კონკრეტული ნაადრევი ნაზრებიდან არის გამოწვეული. აღარაფერს ვამბობ მნიშვნელოვან ცხოვრებისა უწინაღობებზე, რომელიც უკვე იდეათა სამყაროში საკმაოდ დიდ პრობლემად არის შეკუმშული და ახლა მატერიაში აქტიურად ავლენს თავს. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ჰიგიენა. დღის განმავლობაში გონება უამრავ აზრს, ხმას და სურათ ხატებს იჭერს ისე, რომ ვერ ვაცნობიერებ. თუ გონება დაბინძურებული არის მუდმივად ნეგატიური ახალი ამბებით ტელევიზიიდან, სკროლვისას მიღებული დაბინძურებული ინფორმაციით, ტოქსიკური აზროფორმებით, ჭორებით, განკითხვით, შიშით, სირცხვილით და მსხვერპლის როლში ყოფნით, იქმნება ჩაკეტილი წრე. შენი აზრები იზიდავენ გარე გამოცდილებებს და მსგავსი გამოცდილებები აინიცირებენ მორიგ მსგავს აზრებს. რეალობა უბრალოდ პასუხობს შენს მიერ გაშვებულ სიხშირეებს.
არა იმიტომ რომ ისჯები, არამედ უბრალოდ ასე არის მოწყობილი რეზონანსის კანონი. გონებრივი ჰიგიენა მსგავსი პროცესების მართვაში არის უმნიშვნელოვანესი. სადმე უნდა გაწყდეს ციკლი. ჩვენი ენერგეტიკა ძალიან მარტივად ბინძურდება. მაგალითად ძალადობის შემცველი ფილმების ყურებით, დაბალვიბრაციული მუსიკის მოსმენით, რომელშიც სიტყვებს ძალიან ბევრი არ უკვირდება, მაგრამ ის ხდება შენი აფირმაცია და იზიდავ იმას, რაც ამ სიტყვებშია და რა მდგომარეობაზეც არის დაწერილი ეს სიმღერა. იგივე ეხება ყველა სფეროს, რომელიც გადმოსცემს განწყობას, რა ვიბრაციაზეც ვიბრირებს კონკრეტული მუსიკა, იმ ვიბრაციაზე გადადიხარ შენ მისი მოსმენის დროს. ამ ვიბრაციაზე გადასული კი ზუსტად იგივეს ასხივებ და შესაბამისად იზიდავ. შეზღუდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც მხოლოდ ნეგატივზე საუბრობს, ვინც მხოლოდ წუწუნებს. შეზღუდეთ ფილმები და მუსიკები, რომელიც დაბალსიხშიროვანი არის. ამ ნაბიჯის გადადგმიდან რაღაც პერიოდი გონების დაწმენდა სჭირდება დრო, რომ ჯერ გამოვიდეს ის, რაც აქამდე გროვდებოდა და შემდეგ დაიწყოს ახალი, მაღალვიბრაციული ინფორმაციის აკრეფა გონებამ. ერთ ან ორ თვეში ეს უკვე შედარებით ორგანული მდგომარეობა გახდება და მატერიალურ გარემოებებშიც აისახება, მაგრამ ყისიერად დაბრუნდება ძველი მდგომარეობა, თუ დაუბრუნდებით ძველ ჩვევებს. შენს მომავალს ახლა აფორმირებ შენი აზრებით, ხოლო რა სიტუაციაშიც ცხოვრობ ახლა, ესეც შენ შექმენი, მაგრამ უფრო ადრე. იმის გამო, რომ ყველაფერი ასეა დაკავშირებული, ჩვენი აზრები, გრძნობები, ენერგია და რეალობა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენც ერთნი ვართ ადამიანები. ფიზიკის დონეზე არ არსებობს მკვეთრი საზღვარი ერთი სხეულიდან მეორე სხეულს შორის. ატომებს შორის უზარმაზარი სიცარიელია და ის სიცარიელე სავსეა ენერგიით. იგივე ენერგიით, რომელიც შენს ირგვლივ ყველაფერშია. ჩვენ ვსუნთქავთ ერთსა და იმავე ჰაერს, ვთფებით იგივე მზეზე, ვიბრირებთ იგივე ველში. კვანტურ ფიზიკაში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ფენომენი – კვანტური გადახლართულობა. როდესაც ორი ნაწილაკი ერთმანეთს ერთხელ დაუკავშირდება, მომავალში როგორც არ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი როდესაც შეიცვლება, მეორე იმ წამს ვერ რეაგირებს. მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან როგორ ხდება ეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ კავშირი არსებობს დროის და სივრცის მიღმაც. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური მოვლენა, ესაა სულიერი ჭეშმარიტების მეცნიერული ახსნა. ჩვენ ყველანი ერთმანეთთან გადახლართულები ვართ იგივე პირველ წყაროში. ჩვენი ცნობიერება, ჩვენი აზრები და ჩვენი გულიდან გამოსხივებული ვიბრაცია უკავშირდება ამ საერთო ველს და როდესაც ერთი ადამიანი იცვლება, ის გავლენას ახდენს მთელ ქსოვილზე. ჩვენ ერთი ენერგიის სხვადასხვა გამოვლინებები ვართ. ერთი სასიცოცხლო, სული წმინდის მუხტი, რომელიც სხვადასხვა საქმეში ვლინდება როგორც სასიცოცხლო მამოძრავებელი, შემოქმედებითი ძალა. ჩვენ ერთი სხეულის სხვადასხვა ნაწილები ვართ და ამ სხეულის სასიცოცხლო ძალით სხვადასხვა ფუნქციონალს ვასრულებთ. ეს იგივეა, რასაც პავლე მოციქული ბიბლიაში კორინთელთა მიმართ წერს. სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. სახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს ცოდნის სიტყვა იმავე სულით, ზოგს წმენა იმავე სულით და ზოგს განკურნებათა ნიჭი იმავე სულით, ზოგს სასწაულმოქმედება, ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა ენები, ზოგს ენების განმარტება, ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს. რადგან როგორც სხეული ერთია და მრავალი წევრი ყავს და სხეულის ყველა წევრი მრავლად რომ იყვნენ ერთი სხეულია, ასეა ქრისტეც, ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველები თუ წარმართები, მონები თუ თავისუფლები და ყველას ერთი სული გვისვამს. ფეხმა რო თქვას მე ხელი არ ვარო, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა იმიტომ არ ეკუთვნის სხეულს. ანდა ყურმა რომ თქვას მე თვალი არ ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა იმიტომ არ ეკუთვნის სხეულს. თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა? შემოქმედის მიმართ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. სულ ერთია რა რასის და კულტურის წარმომადგენელი ხარ. ადამიანის სული დედამიწასთან ერთად ობობას ქსელიվით ერთ ორგანიზმს ქმნის. ერთი სასიცოცხლო ძალა მრავალნაირად ავლენს თავს ჩვენით, თუმცა ხშირად გვავიწყდება ერთობის ფენომენის შესახებ, ვარდებით გამოყოფილობის ილუზიაში. ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ნაწილი არის ეგო.
ეს არის განცალკევებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც ბავშვი ხედავს სხვას, ხვდება თვითონ ვინ არის, იმის მიხედვით თუ ვინ არ არის. ეგო აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ შევძლოთ სოციუმში არსებობა და ურთიერთქმედება. მისი დახმარებით გვექმნება წარმოდგენა საკუთარ თავზე და კონკრეტული ასოციაცია მოგვდის მაშინ, როდესაც ვამბობთ სიტყვას მე. როდესაც ცნობიერება ჩამოდის დედამიწაზე, ადამიანის სხეულში, მან უნდა გამოიმუშაოს მეს განცდა, რომ გადარჩეს. როდესაც ჩვილი ბავშვი აღმოაჩენს, მე აქ ვარ და ეს არის სამყარო ჩემს ირგვლივ, სწორედ აქ იბადება ეგო. ეს არის ფუნქციური საზღვარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვასხვაო მე და სხვა. ეგოს გარეშე არ იქნებოდა ინდივიდუალურობა, იდენტობა და საკუთარი თავის გამოხატვა. ის გვაძლევს საშუალებას, რომ შევიძინოთ ინდივიდუალურობა და ვთქვათ, მე ვარ. ეგო არის ცნობიერების ინსტრუმენტი, ჭურჭელი, გზასულისთვის, რომ მიიღოს ადამიანური გამოცდილება. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ინსტრუმენტი იჯერებს, რომ ის ოსტატია. როდესაც ეგოს ავიწყდება, რომ ის დროებითი ნიღაბია და იჯერებს, რომ ის მთელია და სრულყოფილია. ამ დროს ის ივსება შიშით, იწყებს შედარებას, თავდაცვას და დომინირებას, ის წყდება ერთიანი ველის პირველ წყაროს და ცდილობს გადარჩენას კონტროლით და ვალიდაციით. ჰარმონიული დინების ნაცვლად იწყება სტაგნაცია. რაც არ უნდა შექმნას ადამიანმა, ამას ის მხოლოდ საკუთარი ძალებით არასდროს ქმნის. ჩვენში ყველაში არის ერთიანი სული, რომელიც სხოვის ყოფილობას გვანიჭებს და გვაძლევს უნარს, რომ მოვიხმაროთ სხვადასხვა ინსტრუმენტები პირადი ძალისხმევის მეშვეობით. ხელს რომ ზევით წევ, ეს შენინებაა. მაგრამ ხელის აწევის ძალა რომ გაქვს, ეს ძალა შენგან არ მოდის. ის ბოძებულია შენთვის კონკრეტული წყაროდან, კონკრეტული მისიის შესასრულებლად. ადამიანს შეუძლია შექმნას სათბური და ხელოვნურად მოიყვანოს მცენარეები, მაგრამ ადამიანი ვერასდროს ვერ შექმნის მიწას და წყალს, რომელზეც დამოკიდებული არის მოსავლის ნაყოფიერება. ეგო უნდა ემსახუროს ცნობიერებას, მაგრამ როდესაც ცნობიერება თავს აიდენტიფიცირებს ეგოსთან, ჩვენ ვარდებით ფორმის მიერ შექმნილ ილუზიაში. ასეთ დროს ადამიანი თვლის, რომ სახელი კი არ აქვს, არამედ ის თავისი სახელია. სწორედ აქედან წარმოიქმნება სიამაყე, შური, სიხარბე და სხვასთან შედარება, რადგან ეგოს თვითგადარჩენა დამოკიდებულია სეპარაციაზე. ეგო ამბობს, თუ ვარსებობ, უნდა ვიყო სხვაზე მეტი, უკეთესი და ასე შემდეგ, და ასე გრძელდება. შინაგანი გამოგონილი რეალობის და იდენტობის დაცვის პროცესში ეგო იწყებს ომებს, შინაგანს და გარეგანს. ეგოს ყველაზე დიდი ილუზია არის იზოლირებულობის ილუზია. მაშინ, როდესაც ტალღას ავიწყდება, რომ ის ოკეანია. ის სხვა ტალღებს უყურებს და უხარია თუ თვითონ რომელიმეზე მაღალია და ვერ იაზრებს, რომ თვითონაც და სხვაც იგივე წყლისგან არიან შექმნილნი და იგივე დინება მოძრავებს. როდესაც ეგო იჯერებს, რომ ის ერთი მთლიანისგან მოწყვეტილია, ის თავს არასაკმარისად და არასრულად გრძნობს. ეს დანაკლისის გრძნობა აღძრავს დაუსრულებელი ძიების პროცესს და ასე ადამიანები სულ მიუსწევთ რაღაცას, სიყვარულს, აღიარებას, დანიშნულების განცდას და ასე დაუსრულებლად. და ირონია ის არის, რომ ეს ძიების პროცესი სრულდება მაშინ, როდესაც გამოყოფილობის ილუზიას ვთმობთ და ვაღიარებთ ჩვენ ღვთიურ ბუნებას. სიამაყე არის ეგოს ჯაჭვის პერანგი, გამოყოფილობის მსხვერპლი ილუზია, რომელიც იცავს ადამიანს ძალიან ღრმა არაცნობიერი შიშისგან, რომ ხარ ნაკლები ან არასაკმარისი. მაგრამ როცა გვესმის არსებობის ბუნება, რომ ყველა არსებები არიან ერთი ღვთიური ცნობიერების გამოვლინება, სიამაყე აზრს კარგავს, როგორ უნდა იტრაბახოს ტალღამ, სხვა ტალღებს სიმაღლის გამო, როდესაც მასაც და სხვასაც ერთი დინება მართავს. უმაღლესი ცნობიერების გამოვლინება მსახურებაა და არა ის, როდესაც გემსახურებიან, რადგან მსახურება ერთიანობის ბუნებრივი გამოვლინებაა, ხოლო სიამაყე გამოყოფილობას აძლიერებს. სამყარო, რომელსაც ვუყურებთ, ირეკლავს ჩვენ შინაგან გახლეჩვას. ყველგან, სადაც იყურები, ხედავ კონფლიქტს და გახლეჩვას, რადგან შენ გჯერა კონფლიქტის და გახლეჩვის, რადგან შენ გაქვს შინაგანად კონფლიქტი და გახლეჩვა. ახალ ამბებში ყვებიან ამბებს დაყოფაზე, დაპირისპირებაზე, რადგან ის იყიდება. შენ კი მას ეწაფები, იღებ და ჭამ, რადგან ის ამტკიცებს შენ შინაგან შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამყარო დამსხვრეულია, რომ ის საშიშია და საფრთხით სავსე ადგილია. სწორედ ეს არის 60-დან გამოდევნის და დაცემის მნიშვნელობა, კეთილისა და ბოროტის შეცნობა და ხის ნაყოფის ჭამა. სწორედ ეს მეტაფორა გადმოსცემს დუალურობის ცნობიერების დაბადებას, როცა ადამიანებმა დავიწყეთ დაყოფა და განცალკევება.
როცა გჯერა, რომ ხარ გამოყოფილი, აქტიურდება რამოდენიმე მექანიზმი. პირველ რიგში თუ გჯერა, რომ გამოყოფილი ხარ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რესურსი ლიმიტირებულია. თუ სხვა მეც მიიღებს, შენ ნაკლები შეგხვდება. დოულათისთვის უნდა იბრძოლო. სხვისი გამარჯვება შენი დამარცხებაა. ეს აღწევს შეჯიბრების სურვილს, სიხარბეს და კონფლიქტს. სწორედ ცნობიერების ამ სიხშირეზე იბადება შემზღუდავ ვირწმენა წარმოდგენა დანაკლისის შესახებ. მაგრამ თუ გაქვს გააზრებული, რომ შენ და მთელი დანარჩენი სამყარო ერთნი ხართ, არ არსებობს დანაკლისის რწმენა. სხვისი დაზიანება გაზიანებს შენს, სხვისი წარმატება შენი წარმატებაა. მეორე მექანიზმი, ეს არის შიშის მექანიზმი. გამოყოფილობა უდრის სისუსტეს. თუ ხარ პატარა, იზოლირებული საშიშ სამყაროში, ასე იგი მუდმივად საფრთხის ქვეშ ხარ. აქტიურდება სიკვდილის შიში, ანიჰილაციის, განადგურების შიში, უარყოფის შიში, ჩაფლავების შიში, არაადეკვატურობის შიში, დანაკარგის შიში, შიში რომ წაგერთნევა რაც გაქვს და არ მოგეცემა მეტი. ეს შიშები ადამიანების მოქმედების 90%-ს მართავენ. ეს ყველა დაფუძნებულია იმ ილუზიაზე, რომ შენ ხარ ცალკე, მარტო და გამოყოფილი. მესამე მექანიზმი, რომელიც აქტიურდება, ეს არის ტანჯვის მექანიზმი. ყველანაირი ტანჯვის საფუძველი არის მიჯაჭვებაში. ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ აქ გამოცდილებისთვის ვართ მოსულები და ვერ დავრჩებით ერთ კონკრეტულ ფორმაში და ვერც სხვას ვაიძულებთ ეს ქნას. სამყაროს მთელი მშვენიერება დევს იმაში, რომ ყველაფერი მუდმივად იცვლება, ვითარდება და გადადის ფორმიდან ფორმაში. ცხოვრებაშიც ფუჭი არის რაიმე ერთი კონკრეტული ფორმისკენ სვლა, რადგან როგორც კი მივიღებთ ამ ფორმას, ის მყისიერად შეიცვლება. არც ერთი ფიფქი, არც ერთი ფოთოლი არ იმეორებს იგივე პატერნს, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. თითოეული არის უნიკალური, გამორჩეული და განსხვავებული სხვისგან. დანიშნულების წერტილი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. თავარი არის პროცესი და ვინ გახდები შენ ამ პროცესში. მეოთხე მექანიზმი, რომელიც აქტიურდება, ეს არის პროექცია. როცა გჯერა, რომ გამოყოფილი ხარ, შენ პროექცირებ შინაგან მდგომარეობებს გარეგან რეალობაზე. ჩვენ ბრაზდებით ადამიანებზე, ვინც არასწორად გვექცევა, ანაკეთებენ ისეთ რამეს, რაც ჩვენ გვაზიანებს. სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ თავის როლს ასრულებენ და მოქმედებენ როგორც კარმის მესენჯერები. მათ ჩვენამდე მოაქვთ კარმა, რომელიც ჩვენი გამომუშავებულია. გაბრაზდე მათზე, ნიშნავს ბრაზობდე საკუთარ თავზე. გარემო ჩვენი სარკეა. ჩვენ ვხედავთ მტრეებს, როცა სინამდვილეში ისინი სარკეები არიან. ვხედავთ პრობლემებს იქ, სადაც სინამდვილეში ჩვენი გაკვეთილები დევს. და ვხედავთ დანაკლისს იქ, სადაც რეალურად ბარაქაა. გამოყოფილობის ილუზიით ვაზიანებთ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ბუნებასაც. გარემოს დაბინძურება და განადგურება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნება ვიღაც სხვა გგონია, რომლის ექსპლუატაციაც შეგვიძლია შედეგების გარეშე. სად წავედ ჩვენი ოცნებები, მიზნები და ამბიციები დედამიწამ, რომ შეწყვიტოს ჩვენთვის სასიცოცხლო ძალების მოცემა? სად წავალთ ჩვენი ამბიციებით ან სიამაყით, რომ აღარ გქონდეს წყალი? ნიადაგი აღარ იძლეოდეს მოსავალს, მზე აღარ ამოდიოდეს დილით, ან ჟანგბადი რომ გაქრეს. როგორც მშობელი დედა შვილს აძლევს საკვებს ყოველ დღე და ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე, ანალოგიურად ჩვენი დედამიწა, რომელსაც შემთხვევით არ ჰქვია ეს სახელი, გვაძლევს ჩვენ საკვებს და გვიცავს. ჩვენ პირდაპირ გაგებით ვართ მისი შვილები, მისგან წარმოვიშვით და ესე იგი ერთნი ვართ. თუ არ იქნება ის, არ ვიქნებით ჩვენც. თუმცა დავიწყებასთან ერთად მოდის გახსენების სიხარულიც, ჩვენ უსაზღვრო ცნობიერების ფრაგმენტები ვართ, რომელსაც დაგვავიწყდა ჩვენი წარმომავლობა იმისთვის, რომ გამოვცადოთ გახსენების ბედნიერება. როდესაც ადამიანები ვართ დეპრესიაში და გვითრავენ ნეგატიური ენერგოფორმები, ჩვენი ვიბრაციული სიხშირე ეცემა და ვარდებით დავიწყებაში. ვიბრაციული სიხშირის დაცემა ხშირი მოვლენაა. ეს ბევრს ემართება. მით უმეტეს მაშინ, თუ ძალიან ფრთხილად არ ვარჩევთ იმას, თუ რას ვუყურებთ და რაზე ვაჩერებთ ყურადღებას. უფრო რთულია იპოვა ადამიანი, ვინც სრულიად კარგადაა, ვიდრე ის, ვინც ცუდადაა, სიბნელეშია და დანებდა. ნეგატიური მდგომარეობები როცა გვიტევენ, ამ დროს მარტივია დაიჯერო, რომ არაფერს აქვს აზრი. ჩავარდე უიმედობაში და დანებდე. დანებება ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიხატება. ზოგი იმედს კარგავს და ითრგუნება. ზოგი სამუდამოდ გაურბის ტკივილს და მას ახშობს წვეულებებში, გართობაში, სუბსტანციებში, თრობაში, სქროლვაში, მუდმივად ვინმესთან საუბარში ან უბრალოდ რაღაცების ყურებაში. ჩვენ ბნელ აზრებს და გონების შინაგან სიჩუმეს გარემოს ხმაურში გავურბივართ. შიში, უიმედობა, უარყოფის განცდა, წყენა, იმედგაცრუება, დაუცველობის შეგრძნება, ბრაზი და კიდევ მრავალი სხვა ტკივილის შემადგენელი მდგომარეობებია. როცა სიბნელის ტალღა მოდის, ცდუნება, რომ მას დანებდე, საკმაოდ დიდია. ჩაიძირო, გაჰყვე და დაბინავდებს კერძზე, სადაც გამოყოფილობა და დავიწყება კიდევ უფრო გაძლიერდება.
სწუნება რომ გაჰყვე მორიგ ტალღას და გაქრე, მოწყდა რეალობას და შენი ტკივილის წიაღში დაიდობინა. მაგრამ საქმე და პრობლემა იმაშია, რომ ამ მდგომარეობამ მიჩვევა იცის, როგორც თამბაქომ. ჩაიძირები ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ უკვე ნაცნობის შინაურული შეგრძნება გიჩნდება. გგონია რომ სულ ასე იყავი და სულ ასე იქნები. ამ თემას განვავრცობ შემდეგ ნაწილში, სადაც შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტექნიკებს, თუ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობებიდან ჩახსნა. ადამიანებთან მუშაობის დროს ყველაზე ხშირად რა ბარიერსაც ვაწყდები მათში, ეს არის რომ ცვლილება და საკუთარ თავზე მუშაობა, ცხოვრების წესის შესვლა გონიათ საკუთარი თავის დაკარგვა და ამის გამო არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს. თუმცა ეს განცდაც ილუზიაა. საკუთარი გონება გვატყუებს. პრობლემა იქიდან წარმოიშვება, რომ ჩვენ ჩვენს მიჯაჭვულობებთან ვაიდენტიფიცირებთ თავს. ნეგატიური ჩვევები რაც გვაქვს, გონია ის თუ დავთმეთ, ჩვენ აღარ ვიქნებით ჩვენი თავი. სინამდვილე კი ის არის, რომ სწორედ ეგ მიჯაჭვულობები გვაშორებენ ჩვენს თავს. ჩვენი ნამდვილი ესენცია, უმაღლესი მე, არაფერზე არ არის დამოკიდებული და არაფრით არის დაბმული. მიჯაჭვულობები და ყურადღების განფანტავი ფაქტორები გჭირდება ჩვენი პიროვნების ტრამვირებულ ნაწილს. დედამიწაზე ცხოვრება არის როგორც სკოლა, სულების სკოლა, სადაც რთული გზებით გავდივართ გაკვეთილებს. ცხოვრებისეული წინაღობები, უმნიშვნელო ყოველდღიური წვრილმანი და დიდი პრობლემები, ფინანსები, კარიერა, განათლება, ურთიერთობები, ტანჯვა, სხვების გამო მანიპულირება, თავდაცვა, ხელოვნურად შექმნილი სიტუაციები. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ავითვისოთ ზუსტად ის გაკვეთილი, რომელიც გვჭირდება. წარმოიდგინეთ VR თამაში. თქვათ გჭირდება, რომ იყო უფრო ძლიერი ან მამაცი. გაიკეთებ VR სათვალეს, გადახვალთ ამ ყაროში და სხვადასხვა სიტუაციებით რაღაცა გამოწვრთნი შენს თავს და ხდები უფრო მამაცი. ზუსტად იგივე არის ეს ინკარნაცია. ინკარნაციაში მოსვლა. დედამიწა არსებობს იმიტომ, რომ დედამიწისეული გამოცდილებები სჭირდებათ სულებს. უხეში მატერიის გამოცდილება, სადაც ყოველდღიური წინაღობებით ვისწავლით იმ უნიკალურ გაკვეთილებს, რომელიც გვჭირდება. სული, როდესაც შემოდის ინკარნაციაში, მას გათვლილი აქვს თუ რა უნდა ისწავლოს, რა მისიები აქვს შესასრულებელი და რისი რეალიზაციისთვის მოდის აქ. ანუ VR სათვალეს იკეთებს და შემოდის თამაშში. მაგრამ შემდეგ რეალურად, როდესაც აქ ვართ, დროის და მანძილის ტყვეობაში, გვავიწყდება პირვანდელი ჩანაფიქრი. აქ გამომუშავებული მინჯაჭვულობები მახეებია. როგორც თამაში არის წინაღობები და გაკლებს გულებს თუ ვერა არიდე თავი, ასევე არის მინჯაჭვულობები, დაბალ ენერგოფორმებში ჩართვა, ნეგატიურ ემოციებს აყოლა, წარმატების დევნა, გარეგანი სიამოვნებების დევნა, ურთიერთობებზე მიჯაჭვება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თამაშის ძლიერი წინაღობებია, რომ იქნებ რამენაირად ჩაგჭრას და ჩავტოვოს ამ ტურში. შესაბამისად, ჩვენ თუ თავს ვაიგივებთ ჩვენს მიჯაჭვულობებთან, ესეც ილუზიაა. უბრალოდ გამყარებული ილუზია. იმდენად დიდი ხანია ამაში ვიხარშებით, რომ ჩვენი თავი გვგონია. ეს ილუზიები გვყარდებოდა ცხოვრებების მანძილზე. მაგრამ საბოლოოდ წრე უნდა გაწყდეს საქმე. საბოლოოდ ყველანი დავბრუნდებით პირველ წყაროში. ყველას მოგვიწევს ჩვენი ნამდვილი არსის გახსენება. ეს უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ აქ დრო არ იზომება ერთი ცხოვრების გადმოსახედიდან. ეს ნიშნავს, რომ ყველა სული საბოლოოდ დაუბრუნდება სინათლეს, მაგრამ რამდენი ცხოვრება დასჭირდება ამაში, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. შენ ყოველ დღე არჩევანის წინაშე დგახარ. ყოველ დღე როცა იღვიძებ, გაქვს არჩევანი. შეიძლება გააძლიეროთ ძველი დაბალვიბრაციული მდგომარეობა და გაიმეორო იგივე, ან გაწყვიტოთ ჩაკეტილი წრე. პერფექციონიზმი გადაдэг გვერდით, ვინაიდან 1% პროგრესიც პროგრესია. ყოველ დღე 1% 100 დღეში 100%-ზე აგიყვანს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მიშვებული იყო ყველაფერი აქამდე და როგორც არ უნდა გართულებულიყო, ჯობს გვიან დაიწყო ვიდრე არასდროს. ყოველ დღე ერთი აგურით სახლს ააშენებ, ეს გარდაუვალია, მხოლოდ დროის ამბავია. ხოლო თუ აგურის დადებას არასდროს დაიწყებ, არანაირ დროში არ იქნება სახლი მზად. როცა საკმარისი ადამიანი გააკეთებს არჩევანს და გადადგავს ნაბიჯს საკუთარი სულისაკენ, ეს იმპულსი მარტივად აიყოლიებს ირგვლივ სხვებს. კოლექტიური ველი პლანეტარული ენერგიების რეორგანიზაციას გააკეთებს და გადმოიფირებს სხვებს. თითო ადამიანის გამოღვიძებით საბოლოოდ მთელი პლანეტა განადგება. საბოლოო ჯამში კითხვა იმაზე არ დგას, რომ ვქმნით თუ არა ჩვენი აზრებით ჩვენს რეალობას. კითხვა არის ის, თუ როგორ რეალობას ქმნის შენი აზრები. ამას აკეთებ ცნობიერად, თუ არაცნობიერად. ყოველი ახალი წამი, ახალი შანსი არის იმისთვის, რომ შეცვალო რაიმე და გადადგა ნაბიჯი სინათლესაკენ.